დღეს ჩემთვის არაჩვეულ თემაზე უნდა ვილაპარაკო. ეს არხი პოლიტიკურია და მე ყოველთვის პოლიტიკაზე ვილაპარაკო. 1, 2, 3 ვიდეოს თუ არ ჩავთვლით, სადაც ვილაპარაკობ ბავშვებზე, აუტიზმზე და მითოლოგიაზე. ხო და ეს ვიდეოც ახლა თან ბავშვებს ეხება და ერთის მხრივ პოლიტიკასაც შევეხები ძალიან ოდნავ. და გადავალ ახლა უკვე სასაუბრო თემაზე. ბევრი რაღაცის თქმა მინდა და მინდა რომ ერთ ვიდეოში ჩაეტიოს. პირველ რიგში ხო, ქალბატონ ნატა ვიბლიანის ვიდეოებზე მექნება საუბარი და მის რა დავარქვა ამას, ანუ იმ ძალადობაზე, რაც მის მიმართ მის ბავშვობაში მოხდა და ახლა დაიწყო ამ ქალმა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ უნდა რომ დამნაშავე დაისაჯოს. მხარდაჭერას ვუსურვებ კი არა, ვუცხადებ ამ ქალბატონს და ვუსურვებ რომ სამართალს მიაღწიოს. ვუსურვებ რომ ვინც მის მიმართ ძალადებაში იყო მხილებული, მის მიერ მხილებული და მის მიერ დადანაშაულებული დაისაჯოს. თუ ამ ხელისუფლებამ არ დასაჯა, ჩვენ ამ ხელისუფლებამ ვიცით რა ნაგავიც არის, ეს ხელისუფლება და თუ არ დასაჯა, ჯერ ეგრეთ წოდებული სვანური წესით დაისაჯონ ეს ადამიანები და ხელისუფლება რო შეიცვლება, თუ კიდე ცოცხლები იქნებიან იმ მომენტისთვის, მერე უკვე დაისაჯოს ჩვეულებრივად პენიტენციური სისტემის პენიტენციურ სისტემაში და კანონით. პირველად ქალბატონ ნატას ვიდეო ვნახე, ეს იყო ის ვიდეო, სადაც ის ახსენებს ჭუბერიდან თუ ჭუბერით აფხაზეთიდან წამოსული დევნილების მიმართ, როგორ კრიმინალურ დანაშაულს იდენდნენ ჭუბერში მცხოვრები ზოგიერთი ოჯახები. და ამ ვიდეოს მერე და ჩავედი საერთოდ ჩავსკროლე, ძალიან ბევრი ვიდეო უდევს. სულ ძირში ჩავსკროლე და დავიწყე პირველი ვიდეოდან ყველაფრის ყურება. და ყველა ვიდეო ვნახე. ამისთვის დამჭირდა 4 დღე ალბათ. შეიძლება მეტ, შეიძლება 5. და საქმე მდგომარეობს რაში? აი ახლა მოკლეში ნარს მოვყვები. იყო ბავშვი, რომელსაც 7 წლის ასაკში გარდაეცვალა მამა. მამა როგორ გარდაეცვალა და რითი ამაზე არ უსაუბრია. 9 წლის ასაკ და აი ამ მომენტიდან დაიწყო მისი ჩაგვრა. რადგან ალბათ უმამო იყო და უპატრონო იყო, ვიღაცაებმა მერე ეთყობა გადაწყვიტეს, რომ მისი დაჩაგვრა უკვე დაუსჯელი იქნებოდა და დაიწყეს მისი სისტემატიური ჩაგვრა. 9 წლის ჯერ ისეთი ოჯახური რომ ყურადღებას არ აქცევდნენ, წესიერად საჭმელს არ აჭმევდნენ ბავშვს, ტანსაცმელს არ ყიდულობდნენ და ასე შემდეგ, ანუ არ უვლიდნენ როგორც საჭირო იყო. და 9 წლის რო გახდა, მასზე მისმა მეზობლებმა, 2 ძმამ დაიწყეს დიდმა კაცებმა უკვე, პატარა ბავშვებმა არა. ბავშვებსაც შეუძლიათ ბავშვებზე სექსუალური ძალადობა, მაგრამ ამ შემთხვევაში იყო რომ კაცებმა იძალადეს სექსუალურად 9 წლის ბავშვზე. ამ ძალადობას ჰქონდა სისტემატიური ხასიათი და გარდა იმისა, რომ სექსუალურად ძალადობდნენ, ფიზიკურადაც, იმიტომ რომ რამდენჯერმე და შეიძლება ბევრჯერ კიდევაც უცემიათ. 13 წლის ასაკში ეს ბავშვი დაორსულდა გოგო. სოფელმა გაიგო, ანუ იმიტომ რომ უკვე დიდი მუცელი ჰქონდა, 7 თვის ასაკამდე მივიდა მისი ორსულობა. სოფელმა გაიგო და მოაწყვეს სხვანური წესით გარკვევა, ვინ არის დამნაშავე, ვინ უნდა დაისაჯოს და ასე შემდეგ. და აი ამ კაცმა და მისმა ძმამ, რომლებიც ძალადობდნენ ამ გოგოზე, მოიყვანეს ამავე სოფლის ვიღაცა პატარა ბიჭი,
ალბათ ამ გოგოს ხელა ან გოგოზე ოდნავ უფრო ცოტა მეტი ასაკის და ამ ბიჭს მუქარებით და დაშინებით და რაღაცებით კიდე გაურკვეველი არით ათქმევინეს რომ ეს ბავშვი ეს გოგო ორსულია ამისგან და თავის თავზე ააღებინეს დანაშაული. ამის მერე გოგო წაიყვანეს 13 წლის ბავშვი 7 თვის ორსული წაიყვანეს და გააკეთებინეს აბორტი ძალით, ესეც ძალით. იმიტომ რომ თვითონ ამბობს რომ ანუ არც ვიცოდიო მე დიდ ქალებმა მითხრესო რომ ფეხბურთზე ვარო თურე მე თვითონ ისეთ ასაკში ვიყავიო და ისეთი ანუ გაუთვითცნობიერებული ვიყავიო საერთოდ რა ხდებოდაო ჩემსავს ვერც კი ვხვდებოდიო და დიდად არც კი მესმოდაო რომ თურმე ფეხბურთზე ყოფილვარო და მე სანამ სხვებმა არ მითხრესო რომ მე ფეხბურთზე ვარო. ორსულიც ნაცემ იყავთ იმ კაცებს და მე წაყვანილი ყავთ და გაკეთებული აქვს მისთვის აბორტი. ჯერ ამ აბორტს როგორ გადაურჩა ამ ასაკში, ამდენ ცემას როგორ გადაურჩა ამდენ ძალადობას, ეს ხო კიდე გასაკვირია და გასაკვირია. მე ზუსტად ახლა არ ვიცი, იმიტომ რომ ისტორიებიდან ზუსტად არ ჩანს ქრონოლოგია. რაღაც მომენტში ამ გოგოს ოჯახი თავის ძმებიანად, ჯერ კიდე პატარები რო იყვნენ ისე, სვანეთიდან გაყარეს და წაართვეს მათი მიწები და სახლი. და წაართვა აი ამ ოჯახმა, რომელიც ძმებიც მასზე ძალადობდნენ. და ამ ძმების დაც საქმის კურსში იყო, რაც ხდებოდა, თავის ძმებს რეები ჰქონდათ გაკეთებული იცოდა და მხარს უჭერდა ძმებს და ამ გოგოზე კიდე თვითონ როგორც ქალი ისე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. არა მარტო იმ მომენტში, როცა პატარა იყო, არამედ მე მთელი ცხოვრება კიდე უძალადია. აი ეს არის მთელი საქმე. კიდე და ამ მთელი საქმის დროს, როდესაც ერთ კონკრეტულ გვარზე ლაპარაკობდა, თუ ორ გვარზე, ესენი დაადანაშაულა იმაში, რომ გარდა იმისა, რომ აი ამ საშინელებებს აკეთებდნენ და ბავშვებზე ძალადობდნენ, ასევე იყვნენ დაკავებული იმით, რომ დევნილებზეც ძალადობდნენ და საერთოდ ყაჩაღები იყვნენ და ეზოში ჭიშკართან ტანკი ეყენა თურმე იმას, რომელიც სექსუალურად ძალადობდა 9 წლის ბავშვზე. და ამ ტანკით და ავტომატებით დაარბოდა და მთელი სოფელი ყავდა თავში დაშინებული და კიდე გარშემო ყველას აშინებდა, ვისაც კი მიწუდებოდა. და ახლა ეს ქალი ჯერ პოლიციაში ნაჩივლები არ აქვს. იჩივლებს თუ არ იჩივლებს, არ ვიცი, ალბათ იჩივლებს. მაგრამ სანამ პოლიციაში იჩივლებს, ჯერ უნდოდა რომ სვანური წესით მომხდარიყო ამ ადამიანების გასამართლება და იმისთვის, ვინც ამ ძალადობას აკეთებდა, წაერთმიათ გვარი და გაეძევებინათ სოფლიდან და ოჯახისთვის, ვისაც რეალურად ეკუთვნის ეს სახლი, ის ოჯახი დაბრუნებულიყო იმ სახლში. აი ამაშია მთელი მდგომარეობა. ახლა დავიწყოთ იმით, რომ მე რატო ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლება არაფერს არ იზამს? იმიტომ რომ ამ მოძალადის დისშვილი თუ დეიდაშვილი თუ რაღაცა არის ამ სოფლის გამგებელი და ანუ ქოცია და ეთყობა რაღაცა პარტიის ერთ-ერთი კვანძია. და ზოგადად ქოცები პედოფილებს არ სჯიან. რაღაცას მიუსჯიან ისე ნომინალურს და მე რამოდენიმე თვეში გამოუშვებენ და მე თვითონ იყენებენ ამ პედოფილებს დასასჯელ რაზმებად იმ ადამიანების საწინააღმდეგოდ, ვინც რამეს აპროტესტებს მე ამ ქვეყანაში. ამიტომ ვფიქრობ, რომ შეიძლება და კიდე, როდესაც მდინარაძესთვის შექმნეს სპეციალური განყოფილება და სამინისტრო, ისეთი სამინისტრო, რომელიც Facebook-ში უნდა აკონტროლებდეს თურმე კომენტარებს და პოსტებს, ვინმე თუ გალანძღა,
დინარაძის უწყება არ დაელოდება იმას, რომ ვინც გალანძღეს და ვისაც აგინეს იმან საჩივარი დაწეროს. არ დაელოდება ამას. თვითონ მივა და უწყება თვითონ აღძრავს საქმეს. თუ Facebook-ში გინებაზე საქმეები უნდა აღძრან და აქამდე დავიდნენ, Facebook-ზე რო ადამიანი ყვება, რომ 7 წლის ვიყავიო, როდესაც ჩემზე დიდი კაცები ძალადობდნენო, ეს რატო არ არის იმის საფუძველი, რომ პოლიციამ თვითონ დაიწყოს გამოძიება ამ ნათქვამიდან. მაგრამ ახლა კოცებისგან რო რაღაცას ადამიანურს ელოდები, ადამიანურს კი არა, კანონიერს ელოდები და წესიერს ელოდები ეს ხელუზია, ამიტომ კიდევ ერთხელ თუ ეს ადამიანები ცოცხლები იქნებიან იქამდე, რომ შეიცვალოს ხელისუფლება, აუცილებლად შემდეგი ხელისუფლების და შემდეგი სასამართლოს სისტემაში აუცილებლად გასამართლდებიან. და ახლა თუ ქალბატონი ნატა მიაღწევს იმას, რომ სვანური წესით მოხდეს ამ ადამიანების გასამართლება, ამ ნასობაში სვანური წესებიც შევისწავლე, რაც და მომეწონა სხვათა შორის, ძალიან მომეწონა სვანური წესები. ოღონდ რა თქმა უნდა, ამ სვანურ წესებს სუფთა ადამიანები უნდა აღასრულებდნენ, იმიტომ რომ ამ მოძალადემ სვანური წესი თავის დროზე იმისთვის გამოიყენა, რომ სოფელი შეკრიბა და პატარა ბავშვს შეტენა თავისი დანაშაული. ესეც სვანური წესით მოხდა სამწუხაროდ გამოძიებების და ყველაფრის გარეშე. და სვანური წესი კარგია იმ შემთხვევაში, თუ მას სამართლიანი ადამიანები აღასრულებენ. რაც შეეხება პედოფილიას. ეს თემაც ძალიან ახლოს არის ჩემთან, იმიტომ რომ მე ხშირად ლაპარაკობ, ხშირად არა, ორჯერ ვილაპარაკე ბავშვებზე, აუტიზმზე და იმაზე, რომ ბაღი მაქვს. და ჩვენი ბაღი იყო, იმიტომ რომ დაიხურა უკვე. ჩვენი ბაღი იყო ასოცირებული ამერიკულ საელჩოსთან და ამერიკის საელჩო ხშირად ჩვენთან აგზავნიდა ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლები არიან მათი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე და ბაღს გვამოწმებდნენ ყველაფრით, იქიდან დაწყებული თუ ბავშვებს რას ვაჭმევთ, სახლი რა მასალებით არის აშენებული, სადაც ეს ბავშვები იკრიბებიან, რა საღებავებით არის შეღებილი, რამდენად ტოქსიკურია თუ არა ტოქსიკური, როგორი აღზრდის მეთოდებს ვიყენებთ, ბავშვებთან როგორ კომუნიცირებთ და ასე შემდეგ. და ყველაფერი ძალიან მოწონდათ ჩვენი და ერთადერთხელ მოვიდნენ ასეთი თხოვნით, რომ როდესაც ნახეს, რომ ჩვენ გვაქვს ცალკე საძინებელი ოთახი, სადაც ბავშვები შეგვყავს და იქ ვაძინებთ, აგვიხსნეს თავისი მეთოდი ბავშვების დაძინების და გთხოვეს, რომ თუ შესაძლებელია, რომ ჩვენც ეს მეთოდი გამოვიყენოთ. თურმე ეს მეთოდი რაში მდგომარეობს? დიდ მოზრდილ ადამიანს, თუ გინდეს იყოს მასწავლებელი და ვინც არ უნდა იყოს, არ უნდა კონდეს იმის საშუალება, რომ პატარა ბავშვი სადღაც ცალკე ოთახში გაიყვანოს, ის ოთახი მერე ჩაკეტოს და იქ ბავშვს შეეხოს ფიზიკურად. თუ გინდა იმისთვის, რომ უბრალოდ გახადოს და დააძინოს. რომ ეს მსგავსი მოვლენა დიდ რისკს აჩენს პედოფილიის მხრივ. და ბავშვს ჯერ ერთი არავინ არ უნდა გახადოს, თუ რამე ძალიან სასწაული არ მოხდა და ბავშვი, რა ვიცი მე, თუ ტალახში არ ამოიგანგლა მთლიანად და თუ ბოდიში და შემთხვევით არ ჩაისვარა და გასახდელი, აუცილებელი გასახდელი არ გახდა, აი ესეთი შემთხვევების გარდა ბავშვს არავინ ტანსაცმელი არ უნდა გახადოს ბაღში. ვაპარაკობთ იმ ქვეყნის წესებზე, რომელსაც კოცები გაარყვნილ დასავლეთს ეძახიან. ხო და ამ გარყვნილ დასავლეთში აი ასე ძალიან იცავენ ბავშვებს. და ჩვენც გთხოვეს, რომ თქვენც ასე გააკეთეთო და დასაძინებლად ჩვენ გვაქვსო ასეთი სისტემა. შეიძინეთო ბევრი პუფი, დიდი პუფები, რბილები
ყველგან დაყარეთო, სადაც სწავლობთ, სადაც ჭამთ, სადაც სეირნობთ, სადაც ერთობით, სადაც გაკვეთილებს ატარებთ, ყველგან, ანუ მთელი ბაღის, მთელი ტერიტორია ამ პუფებით მაქსიმალურად მოიცავითო და ბავშვი რო დაიღლებაო დღის განმავლობაში, თვითონ სადაც დაიღლება, იქვე წამოწვება პუფზე, რომელსაც თვითონ აირჩევს და დაიძინებს. თუ მოუნდება, თუ არ მოუნდება, ძალით არ უნდა დააძინო ბავშვი. და მერე იქვე თუ შეეტყობ რომ ბავშვი შეიძლება შეცივდა ან რამე, ზემოდან გადააფარებ პლედს, რომ ისე რომ ბავშვს დიდად არ შეეხო, არ უფათურო და არ გახადო და ასე შემდეგ. ჩვენ ძალიან მოგვეწონა ეს წესი. ჯერ ერთი აი ესეც რომ მოიხსნა ზოგადად მოხსენით მერე ჩვენც რომ აი კონკრეტულად აი ამ საათზე ჭამის მერე გქონდა მაგალითად ჩვენ რომ აი პირველზე რომ ჭამთ მერე ყველანი არა პატარები მივდივართ და ორგანიზებულად ვიძინებთ ეს მოიხსნა და ორგანიზებულად დაძინება უკვე აღარ იყო საჭირო ყველა პუფებზე წამოწვებოდნენ ხოლმე ბავშვები თვითონ და იძინებდნენ ჩვენ ძალიან დიდი სიხარულით მივიღეთ ეს მეთოდი მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა არანაირი საშიშროება ჩვენთან ახლა კონკრეტულად არ არსებობდა არანაირი პედოფილიის, მაგრამ თვითონ მშობლებმა და საელჩოს თანამშრომლებმა რომ აი ასე დაიზღვიეს თავი და ასე იზრუნეს საკუთარ ბავშვებზე, ეს ძალიან მოგვეწონა და ძალიან დიდი სიხარულით მივიღეთ მათი ეს თხოვნა და შევასრულეთ კიდევაც. და იმის მერე სულ ასე გვეძინა, სულ პუფებზე ვიძინებდით. ბავშვებსაც ძალიან უხარიათ და დაძინების მომენტი არ უყვართ ხოლმე ბავშვებს საერთოდ დაძინების მომენტი ბაღებში და საერთოდ ეს მომენტი გაქრა აღმოიფხვა. გარდა ამისა, ამერიკელი ბავშვები, გოგონები ბაღში, ზაფხულში, როცა ცხელა და მოდიან კაბებით და ქვედაბოლოებით, ყოველთვის კაბის და ქვედაბოლოს ქვეშ ეცვათ შორტები. იმისთვის რომ როდესაც ბავშვი დახტის, ტრიალებს, ქარმა დაუბერა თუ რაღაცა და ეს ქვედაბოლო თუ აუფრიალდა ან კაბა თუ აუფრიალდა, რომ ბავშვს არ გამოუჩნდეს ტუციკები. და კიდევ ერთხელ არ იყოს რაღაცა ბავშვის რაღაცა სექსუალურად ვინმემ რო არ გაიხედოს, ან ბავშვებმა ერთმანეთს რო არ შეხედონ რაღაცნაირად და ასე ვთქვათ, არ დაიწყონ ერთმანეთის სასქესო ორგანოების გამოკვლევის პროცესები და ასე შემდეგ. ესეც იმათზეა საუბარი და აი ყველა ამერიკელი გოგო ასე მოდიოდა ბაღში. გოგო ბავშვი. ესეც გარყვნილ დასავლეთზე საუბრობთ ახლა კოცები რო გარყვნილს ეძახიან. ამას მარტო ამერიკელები აკეთებდნენ, არც ერთი სხვა ანუ ქართველ ბავშვები ასე არ მოდიან და არც ერთი სხვა ეროვნება ბავშვები ეს კონკრეტულად ასე ანუ ამერიკელების ის იყო წესი და ესეც ანუ ვამართლებ მე ამ წესს. და კიდე ზოგადად ამას ახლა ბაღებში ვითომ ასწავლიან, მაგრამ არ მგონია რომ კოცების სისტემაში ამას ვინმე იცავდეს. განათლების სისტემაში სანამ არსებობდა დასავლური გრანტები ჩამოდიოდნენ და ბაღებში ანუ ლექციებს ატარებდნენ იმაზე რომ თუ მასწავლებელმა შენიშნა რომ თან ასწავლიდნენ იმ მეთოდებს კი არა იმ ნიშნებს რომლითაც შენ შეგიძლია შენიშნო ან დააკვირდე ბავშვს რომ ბავშვის შემთხვევით ხომ არ არის ოჯახში ან ოჯახის გარეთ პედოფილიის მსხვერპლი. უნდა დააკვირდე ბავშვი რაღაცეებს ლაპარაკობს თუ არა შემთხვევით რომ ბავშვმა შეიძლება თქვას ისეთი რაღაცა რაც თვითონ არ ესმის საერთოდ რაზე ლაპარაკობს ამ ბავშვს ნორმალური გონია და შენ როდესაც დიდი ხარ მიხვდები რომ რაღაცა არასწორი ხდება ოჯახში. და აი ასეთი რაღაცა ნიშნებს თუ აღმოაჩენ ან ბავშვის ქცევაში, ან ბავშვის ხასიათში, ან ბავშვის რაც თქვა იმაში, აუცილებლად უნდა განაცხადო და უნდა თქვა ეს სისტემაში უნდა წახვიდე. და რადგან ჩემი ბოლო 12 წლის განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი საქმე ბავშვებთან ურთიერთობა იყო ეს თემა ძალიან ასე ვთქვათ ახლოს არის ჩემთან და
ჩემში ძალიან სერიოზულ განცდებს გარდა იმისა, რომ განცდებს იწვევს, ასევე სერიოზულ აგრესიას იწვევს იმ ადამიანების მიმართ, ვინც შეიძლება მსგავს რაღაცებში აღმოჩნდნენ ბრალდებულები. დღეს ასევე უნდა ვილაპარაკო გიორგი ტიგინაშვილთან, რომელთანაც უკვე 2 ვიდეო მქონდა მაქვს ჩაწერილი, იმაზე, რომ ადამიანი რუსი ტიპი, ვინც ჩვენ პატრიარქი დაგვინიშნა საქართველოში, პედოფილიაშია მხილებული. და პედოფილიაშია მხილებული და კიდე ნარკობარიგობაზეა დაჭერილი დღეს ჩეხეთში. და ასეთმა რუსმა საქართველოს დაუნიშნა პატრიარქი. ამაზე დღეს საღამოს ვილაპარაკე. ანუ ეს ყველანაირი ქოცობა და ყველანაირი ქოცური სისტემა, რუსული სისტემა, კრიმინალი ძალიან ახლოსაა პედოფილიასთან, იმიტომ რომ ზოგადად ადამიანის ჩაგვრასთანაა ახლოს და ახლა ყველაზე დაუცველი ადამიანი ბავშვია. სანამ ვინმე დიდზე შეძლებ რომ იძალადო და სანამ გაძლიერდები იქამდე რომ ვინმე დიდი დაჩაგრო, ალბათ ბავშვობის დაჩაგვით იწყებ ჯერ ბავშვებზე ვარჯიშობ და მერე გადადიხარ დიდების ჩაგვრაზე. კიდევ ერთხელ ჩემი ვიდეო გრძელი იქნება და შიგადაშიგ გამოვუცხადებ ქალბატონ ნატას სოლიდარობას და მხარდაჭერას და მინდა კიდევ უთხრა, რომ ბოდიშებს იხდის იმაზე, რომ თითქოს ცუდი ქართულით ლაპარაკობს. ქალბატონო ნატა, თქვენი ქართული ბევრად ჯობია უმრავლესობას. Facebook-ზე მოლაპარაკე თავების უმრავლეს ქართულს ჯობია თქვენი ქართული. ამიტომ არ არის საჭირო ბევრჯერ მოგიხდიათ ამაზე ბოდიში და არ არის საჭირო ამაზე ბოდიშის მოხდა, ძალიან კარგი, ნორმალური ქართული გაქვთ. რაც შეეხება ეს პედოფილიას, ახლა რაც შეეხება იმ საკითხს, რომ ჭუბერში როგორ ჩაგრავდნენ დევნილებს. დღეს თვითონ ქალბატონ ნატამ დადო ირაკლი ტორუას ვიდეო. მე ირაკლი ტორუაზე მაქვს ნალაპარაკები ერთ-ერთ ჩემ ვიდეოში და პოლიტიკურ თაღლითად უთვლი ამ ადამიანს. ირაკლი ტორუა და რატო უთვლი პოლიტიკურ თაღლითად იმ ვიდეოში მაქვს ამაზე ლაპარაკი და ვიდეო შეგიძლიათ იპოვოთ, ვისაც დაგაინტერესებთ. ვიდეოს დასახელებაში დევნილებისთვის ჯგუფზეა საუბარი. და მე ამ დევნილებისთვის ხალხმა პარტია რო დაარსა, აი იმ ამაზე იქ ვილაპარაკე, რა შემდგომარეობს მათი თაღლითობა. და ირაკლიმ გადაიღო ისეთი ვიდეო, რომ სისხლი გაეყინა იმისგან, რაც მოისმინა ქალბატონი ნატაზე. სისხლი გაეყინა, ანუ ძალიან დიდი აფერისტობაა. ასე ლაპარაკი ამ თემაზე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ისედაც ყველამ ვიცოდით, რომ ეს რაღაც ხდებოდა. და მეორე არასდროს აქამდე ირაკლის არ ულაპარაკია იმაზე, რომ ამ თემაზე უნდა მოხდეს გამოძიება. არასდროს არ ულაპარაკია იმაზე, რომ უნდა მოხდეს ლუსტრაცია. და მსგავსი კრიმინალური საქმეები თუ არ გასამართლდებიან, როგორც მინიმუმ ლუსტრაციის კანონში უნდა მოხვდნენ. და ახლა თურმე ქალბატონ ნატასგან რო გაიგო, სისხლი გაეყინა და ანუ არ ილაპარაკა ამ თემაზე ისე, რომ ვიღაცა კონკრეტული ადამიანები იდენდნენ ამ დანაშაულს და არა რაღაცა მთელი სვანეთი. ჩემები არიან გადმოსული ჭუბერიდან. და ისეთი მძიმე იყო ჭუბერიდან გადმოსვლის პროცესი, რომ დეიდაჩემს აქვს დღიური. და ამ დღიურებში აღწერილი აქვს ყველა ის საშინელი დღე, რაც ჭუბერში გამოიარეს.
ჩემები არ გაუქურდავთ და არ უყაჩაღიათ მათზე, იმიტომ რომ არც მოქონდათ არაფერი და გასაკვირდი არაფერი არ ქონდათ, მაგრამ ერთი მომენტი არის იქ, რომ ერთ-ერთ ოჯახმა, ოღონდ გვარები და სახელები და არაფერი არ უწერია იქ, შეიკედლა, ოჯახი ეტყობა თვითონ იყო გაჭირვებული და ერთი ღამე გაათევებინეს, დაასვენეს და სუპი მოგვიმზადესო და ცხელი საჭმელი რო გვაჭამესო, ამაზე დეიდაჩემი იყო ძალიან მადლიერი, დეიდაჩემი გარდაცვლილი, ახლა დღეს უკვე ცოცხალი არ არის. ძალიან მადლიერი იყო და ანუ თავის დღიურში ძალიან დიდი მადლიერებით აღწერს ამ მომენტს, რომ მიუხედავად იმისა, რომ თვითონ იყვნენ გაჭირვებულები და სუპის მეტი არაფერი არ გქონდათ, ახლა წარმოიდგინეთ, როგორი გაჭირვებული უნდა იყოს ოჯახი სვანეთში, რომ მაგიდაზე სუპი დაგიდგას. და მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გაჭირვებულები იყვნენ, რომ სუპის მეტი არ გქონდათ არაფერი ადამიანისთვის მაგიდაზე და სადგმელი მაინც მიიღეს და დაასვენეს, დააძინეს და მაქსიმალურად რაც შეეძლოთ პატივის ცეს. და ამ თემით პოლიტიკური მანიპულირება, რომელსაც ირაკლი აკეთებს, დაუშვებელია, იმიტომ რომ ეს არ არის პოლიტიკური თემა, იმ მხრივ რომ შენ ილაპარაკო რაღაც დაპირისპირებაზე დევნილებს და სვანებს შორის. უნდა ილაპარაკო კრიმინალების კონკრეტული ადამიანების გასამართლებაზე. როგორც პოლიტიკოს მხოლოდ ამაზე გაქვს უფლება, რომ ილაპარაკო და არა იმაზე, რომ სისხლი გამეყინა. რა გავიგე. მე რომ მოვუსმინენ და რომ გავიგე ეს ამ ვიდეოს რომ მოვუსმინე და რომ გავიგე ნატა ამაზე როგორ ლაპარაკობს, ხალბატონი ნატა. სისხლი არ გამყინვია. იმიტომ რომ ვიცოდი ეს მთელი ბავშვობიდან ვიცი რომ ეს რაღაცა მოხდა. მაგრამ ამის გამო არც ზოგადად სვანებზე არ მაქვს არანაირი თლიანი და რაღაცა განზოგადებული პრეტენზია და არც რაღაცა ანუ იმ საშინელ დროის პრობლემებში ეს პრობლემა არის ყველაზე ბოლოხარისხოვანი. ჩვენ ჩემი პირადად ჩემი ოჯახი არ გადმოსულა სვანეთიდან. ჩვენ გადმოვედით რაღაცა გაბჭებული თვითმფრინავი გამოიყვანეს იმიდან გარაჟიდან აეროპორტის დასახლებაში ცხოვრობდით. აეროპორტის გარაჟიდან გამოიყვანეს რაღაცა 3 დღე იმას აკეთებდნენ და მე იმაში რამდენი ადამიანიც ჩავეტიეთ, იმდენი ძლივს გადმოუფრინდით, მოყოლილი მაქვს ეს და იმ თვითმფრინავში, სადაც ხალხი იხრჩობოდა უხაერობით და უყველაფრობით და ხალხი მარტო იმას ცდილობდა რომ თვითონ ჩატეულიყვნენ და არავის არ მოქონდა ბარგი, იყო ერთი ქალი, რომელსაც მოქონდა ტომრები თავისი ქონების და ერთ-ერთ ჩანთაში ვიღაცამ თურმე ისიც არ ვიცით მე საბოლოოდ მართალია თუ არა, ჩაუყო თურმე ხელი, მის ჩანთაში რაღაცა იფათურა, იქ თეთრეულები ქონდა. ისენი საბნები და რაღაცეები და იმ თეთრეულებში იფათურა და წივილ-კივილი ატეხა იქ, სადაც ხალხი ლამის უკვე კვდებოდა უხაერობისგან და ძლივს მოფრინავდა ის თვითმფრინავი, ეს ვინ გაბედეთ, ჩემ ჩანთაში ვინ იფათურეთო, მე ახლა აიარაღს ამოვიღებ და სასწრაფოდ თქვით ვინ გაბედეთ და თუ რამე მოიპარეთ დამიბრუნეთო, თორე იარაღს ამოვიღებო თან მაქვსო. და მე თქვენ არიცით ჩემი ქმარი ვინ არის, ჩემ ქმარს ვეტყვი და ისეც გიზამს, ასეც გიზამსო. ანუ იმ მომენტში იქაც იყო ვიღაცა ასეთი, ვინც რაღაცა თეთრეულების რომ მის თეთრეულებში რომ ვიღაცა მიფათურა, იმას თვლიდა პრობლემად და არა იმას, რომ თვლიანი თვითმფრინავი ხალხი უნდა გადარჩეს რაღაცნაირად და ეს თვითმფრინავი ისე მოფრინავს ლამის შეიძლება ნებისმიერ მომენტში ჩამოვარდეს და მაგრამ ახლა იმ ხალის გვარი არ ვიცი, მაგრამ რა გვარისაც არ უნდა იყოს, გინდ მეგრელი იყოს, გინდ სვანი იყოს, გინდ ვიღაცა იყოს, მაგას ხوار დავიწყებ ახლა რომ მთლიანობაში ვიღაცას ვაგინე. და ირაკლის ვიდეოში დაახლოებით ასე გამოდის. და არანაირი პოლიტიკური დაპირისპირების და რაღაც ჯგუფების დაპირისპირების
საბაბი ეს მომენტი არ უნდა იყოს და ახლა დევნილების დაჩაგრულობის გამოყენება იმისთვის რომ მე ვიღაცაზე და ამაზე პოლიტიკური ქულები დაიწერო აბსოლუტურად მიუღებელი. და ზოგადად ირაკლი ტორუარო პოლიტიკური აფერისტი და თახსირია, ამაზე მაქვს ვიდეო და ნახეთ თუ რამე. ალბათ საკმარისია. ეს ორი თემა საკმარისია, ბევრი კიდე რაღაცები არის მთლიანად ამ кейსში. საერთოდ ისეთი ამბავია ეს ქალბატონი ნატას ამბავი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი პრობლემა, საზოგადოების პრობლემები, დაგროვილი პრობლემები ჩანს ერთ ქალის ისტორიაში და ერთი ქალის ცხოვრებაში. მე რომ აი ასეთ გაუბედურებულ და დატანჯულ ბავშვს რო ვიღაცები მე ბოზოს ეძახიან თურმე მთელი ცხოვრება ხა ბოზობა რა არის მე ვიყენებ ხოლმე ამ სიტყვას ტექსტებშიც და კომენტარებშიც და ბოზებს ვის ვეძახი კარგად იცით რუსეთზე გაყიდულებს ქოცებს უკანალ მიცემულ მამაკაცებს გეებზე არ არის საუბარი პოლიტიკურად უკანალ მიცემულ მამაკაცებს და ამაზეც ძალიან ნერვიულობს ქალბატონი ნატა რომ მთელი ცხოვრება ამ სიტყვას ეძახდნენ განიცდის ამას და მე მინდა ვუთხრა როგორც ქალმა ესეც ძალიან უჩვეულოა ჩემთვის. იმიტომ როგორც ქალი არასდროს არ გელაპარაკებით. ყოველთვის ვლაპარაკობ როგორც პოლიტიკოსი. და ხა პირველად მივმართა ვიღაცას როგორც ქალს, რომ ის რაც თქვენ გადაგხდათ და ის რაც თქვენ დაგემართათ, საერთოდ არანაირად არ არის ბოზობა. აი საერთოდ არანაირად არ არის ბოზობა. ბოზები არიან ის კაცები, ვინც ფულისთვის და გამდიდრებისთვის და პირადი სარგებლისთვის ყველანაირ მამაძაღლობას აკეთებენ და სჩადიან სიცოცხლის განმავლობაში. იქიდან დაწყებული რომ მეზობელს დაჩაგრავენ და მეზობელს ან მიწას წაართმევენ, ან სახლს წაართმევენ, ან ასეთ რომ მსგავს რამეს უზამენ, იმით დამთავრებული რომ ქვეყანას აიღებენ და რუსეთს ჩააბარებენ, რასაც აკეთებს ჩვენი დღევანდელი ლიდერი, ბჭყალებში ლიდერი ბიძინა ივანიშვილი. ბოზობა აი ეს არის. არასდროს არავინ არ უნდა გაბედოს გაუპატიურებულ ბავშვზე და სექსუალური ძალადობა გამოვლილ ბავშვზე თქვას ბოზიო. და მას როგორც ქალს რაღაცნაირი ესეთი წაუყენოს ბავშვი იყო 7 წლის იყო როცა მამა გარდაეცვალა 9 წლის იყო როდესაც მასზე ორ კაცმა ძმებმა დაიწყეს სექსუალური ძალადობა და ქალმა მათდამ დაიწყო ფსიქოლოგიური ძალადობა. და ის ქალი რომელიც თავის ძმებს ეფარებოდა და ეხმარებოდა ბავშვზე სექსუალურ ძალადობაში, ამ ბავშვს მერე რო გაიზარდა ბოზს ეძახის. წარმოგიდგენიათ? აი წარმოგიდგენიათ? რა თქმა უნდა, არანაირი ბოზობა ეს არ არის. ეს უფრო კი არა ბიბლიაში როა მარია მაგდალენა. რომელმაც სახელი იმით გაიწმინდა რომ იესოს ფეხები დაბანა. აი იმ მარია მაგდალენაზე ბევრად უფრო კი არა და იმასთან ხო ანუ ის მარია ბოზია არის და იყო იმიტომ რომ სხეულს ყიდი და ფულზე და აი ქალბატონი ნატა ის საერთოდ არა და იმ
მხილებებით და იმებით, რაზეც ახლა ლაპარაკობს, ისევე იწმენდ სახელს. მე ახლა იმიტომ ლაპარაკობ, რომ სახელს იწმენდს, იმიტომ რომ ვხედავ, რომ თვითონ მას ძალიან ანერვიულებს ეს საკითხი. ახლა მე ცხოვრებაში ქალს არ ვეძახი ბოზს. არასდროს არ ვეძახი ქალს ბოზს. ჩემთვის ბოზი ყოველთვის არის პოლიტიკური გაყიდულობის აღსანიშნავი სიტყვა. მხოლოდ პოლიტიკურ ბოზებს ვეძახი ბოზებს და არა იმ ადამიანებს, ვისაც რა ვიცი მე თავიდანვე კი არა, ვისთვისაც ამ სიტყვის დაძახება თითქოს მიღებულია. ანუ სულ სხვა შემთხვევებისთვის ვიყენებ ამ სიტყვას. და რადგან ქალბატონ ნატას ეს საკითხი ძალიან აღელვებს და მთელი ცხოვრება განიცდიდა, რომ ამ სახელს ეძახდნენ, მე მას როგორც ქალი ვეუბნები, რომ ეს სახელი მას არ ეხება საერთოდ არანაირად. არც ერთი მხრიდან არ ეხება, აი არასოდეს. ჯერ ხო ბავშვობიდან არ ეხება და მერე რო გაიზარდა და დიდი ქალი რო გახდა და უკვე დიდ ქალობაშიც რო ეძახდნენ ამ სიტყვას რაღაცეების გამო, არც ის რაღაცეები არ არის არანაირად ბოზობა. აი საერთოდ არ არის. და თუ ქალბატონ ნატას ჭირდება საზოგადოებისგან იმის დასტური, რომ ამ სიტყვას არასწორად ეძახდნენ და ტყუილად ეძახდნენ, იმისთვის რომ მისი შინაგანი მდგომარეობა, ფსიქოლოგიური მდგომარეობა დაწყნარდეს, სამართალი მიიღოს და თავისი სიმართლის აღიარება მიიღოს, აი მე მას ვაძლევ. გაწმენდის რიტუალი, თუ გაწმენდის ცერემონია ჩავატარე ახლა პირადად მე. და ვინც ჩემს არხზე ქალები ხართ გამომწერები, ყველამ, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, ამ სოლიდარობას შემოუერთდით. ქართული საზოგადოება აი ამ სიმახინჯეში, რომელშიც ჩვენ ახლა ვართ, ბოლო 14 წელი, რაც საქოცეთი დაგვეჯდა თავზე, აი ამ ყველაზე ისტორიულად ყველაზე მახინჯი 14 წლის განმავლობაში გავდივართ ძალიან ბევრ პროცესს განწმენდის. მთლიანად საზოგადოება გადის განწმენდის პროცესს. ყველანაირი საზიზღრობა ამოტივტივდა, ყველანაირ დამპლობამ გამოიჩინა სახე, ამოყო თავი და ყველანაირი რაც კი რამე უარყოფითი არსებობდა ჩვენში, ყველაფერი გაიბერა და გახდა საქვეყნო. და ძალიან ბევრი ის რაც საზოგადოების ფურუნკული იყო, ბევრი ამ რაღაცეების ნაწილი არის ქალბატონ ნატას პირად ისტორიაში, ერთი ქალის პირად ისტორიაში. და აი როგორც საზოგადოება გავივლით ამას ყველას, განვიწმინდებით, ქოცებსაც მოვიშორებთ, ლუსტრაციის კანონებსაც მივიღებთ, ყველა დასასჯელს დავსჯით და ყველას დავარქმევთ საკუთარ სახელს, ყველა საქართველოს მოღალატეს, როგორც დაერქმევა საკუთარი სახელი, ზუსტად ისე უნდა ახლა ქალბატონ ნატას, რომ მის მოძალადეებს დაერქვათ სახელები. და მე მასთან ერთად მის მოძალადეებს ვარქმევ ამ სახელს და ბოზები არიან ის კაცები, ვინც ბავშვზე იძალადეს, მათი და სოფელში ის ადამიანები, ვინც იცოდა და თვალს ხუჭავდა, ვისაც ეშინოდა და ბავშვი არ დაიცვა, ვინც იმ რაღაცა სვანური მხილების პროცესზე ავტომატიანი მოძალადის შეეშინდათ და პატარა ბიჭს რო დააბრალა იმ მოძალადემ იმის გამო, მან დააორსულაო და მე აბორტზე წაიყვანეს ბავშვი.
აი ამ პროცესს ვინც შეესწრო და ვინც არ გაერკვია რეალურ სიტუაციაში, აი ამას დავარქმევ ბოზებს. და აი საზოგადოებაში აი ასეთ მოვლენებს დავარქმევ ბოზობას მე და ვეძახ კიდევაც მთელ ცხოვრებაში, მთელი ცხოვრება ასეთ რაღაცებს ვეძახი ბოზობას და არა იმას, რის გამოც თვითონ ქალბატონ ნატას შეარქვეს ეს სრულიად არასწორი დაადეს არასწორი იარლიყი. ჩემზე პატარაა ქალბატონიო რო ვიძახი ახლა რეალურად ჩემზე პატარაა ნატა 2 წლით. მე მასზე უფროსი ვარ. და კიდევ ერთხელ დავასრულებ ამ ვიდეოს იმით, რომ გამოუცხადებ ამ კონკრეტულ ქალს, ჩემ ქალურ სოლიდარობას, კონკრეტულ ქალს, ზოგადად ქალების და ზოგადად ჩაგრულების და საერთოდ უფლებადამცველებმა რო იციან, გადაფსეხებულ უფლებადამცველებმა და რაღაცა საშინელი ლევაკებმა რო აზოგადებენ და ქალების უფლებებიო და ეს ქალების უფლებები მე რაღაცა სწავლ სიმახინჯეებში გადაიზარდა. იქით არ მივდივარ, იქ არ ვარ მე და იქ არასდროს არ ვიქნები. უბრალოდ მე კონკრეტულად ელისო ჯანაშიამ ნატა ვიბლიანს ვუცხადებ ყველანაირ მხარდაჭერას და თუ მან ვერ მიაღწია სამართალს დღეს ამ სისტემის მონური ქოცური სისტემის პირობებში ის აუცილებლად მიაღწევს სამართალს კანონით მაშინ როდესაც ხელისუფლება შეიცვლება. და თუ არა სხვები ვინც ამაზე უნდა იზრუნოს, ამაზე ვიზრუნებ მე. მომავალ შეხვედრამდე და ლუსტრაციის კანონი აუცილებლად გვჭირდება ჩვენი საბჭოთა კავშირის დასშლის პროცესიდან და მანამდეც კიდევ ვინც ჯერ კიდევ ცოცხალია. ყველანაირი საზიზღრობების, როგორც პოლიტიკური, ისე ასევე კრიმინალური საზიზღრობების გამოძიებები აუცილებლად გვჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება დარჩება აი ასეთი დაჩირქებული და რაღაცა ჩამპალი მომენტები რო დავიტოვებთ, მომავალში ესენი აუცილებლად მოგვიბრუნდება და ყოველთვის ფეთქავს. შეიძლება ვიღაცეებმა ვერასდროს ვერ გაბედონ თქმა, რა გადახდათ როდესღაც. აი როგორც ნატამ გაბედა. მაგრამ ვინც გაბედა და ვინც თქვა, იმან აუცილებლად უნდა მიაღწიოს სამართალს. ნატა, შენ არანაირად შენ ცხოვრების არც ერთ მომენტში არ ახარ ბოზი ვინც არის მე უკვე ვთქვი. ახლა ამ ვიდეოს რო ვიწერ, ძალიან ისეთი ემოცია მაქვს, არ უჩვეულო, ჩემთვის აბსოლუტურად უჩვეულოა საერთოდ რაღაცაზე ლაპარაკი. და თან ვიდეოს ჩაწერის დროს აბსოლუტურად სხვა რაღაცაებზე ვარ ყოველთვის კონცენტრირებული და ახლა თან რო ვიჭერ, თან ვლაპარაკობ, თან მიკვირს საერთოდ ეს რაღაცაზე რო ვლაპარაკობ. მაგრამ ჩავთვალე რომ საჭიროა. და უფრო მეტად მაშინ ჩავთვალე, როდესაც ირაკლი ტორუას ვიდეო დავინახე და პოლიტიკურ თაღლითებმა და პოლიტიკურ აფერისტებმა ასეთი თემებით არ უნდა ისარგებლონ. ირაკლი ტორუას როგორც პოლიტიკოს არანაირი მომავალი არ აქვს ისედაც, მაგრამ ახლა ამ მომენტში ქულები ვერ უნდა დაიწეროს. მომავალ შეხვედრამდე.